ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა ქართული ოცნებისა და სახელისუფლებო მედიის მიერ შექმნილი და წახალისებული ძალადობრივი გარემოს შედეგია. ასეთ შეფასებას აძლევს საკუთარ განცხადებაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუმორისტზე თავდასხმას. საიას განცხადებით იუმორისტსა და სამოქალაქო აქტივისტზე თავდასხმა იზოლირებული შემთხვევა არ არის. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტები ქვეყანაში კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ დისკრედიტაციისა და ძალადობის პრობლემას უკავშირდება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ძალადობის წამახალისებელ კამპანიებში შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს კოორდინირებულ საინფორმაციო კამპანიებს. ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმა არ არის იზოლირებული შემთხვევა. იგი სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია, რომელიც უკვე წლებია აქტიურად გამოიყენება ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ძალადობის წამახალისებელ კოორდინირებულ კამპანიებში დიდი როლი აქვს პროსახელისუფლებო მედიას, რომელიც ფაქტობრივად საზოგადოებაში თავისუფალი გამოხატვის, შეკრებისა და სხვა ძირითადი უფლებებით სარგებლობისგან შემაკავებელი ეფექტის შექმნის მიზნით ძალადობის სამიზნეების მონიშვნისა და მათი დისკრედიტაციის ფუნქციას ასრულებს. იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს თავს წუხელ საკუთარ სახლთან დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, თითქოს და წერალ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო. პროპაგანდისტული მედია ავრცელებდა პოდკასტის კონტექსტიდან ამოგლეჯილ ჩანაწერს და ამტკიცებდა, რომ იუმორისტმა წერალს შეურაცხყოფა მიაყენა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ იუმორისტსა და აქტივისტზე თავდასხმის საქმეში მოძალადე პირების პასუხისმგებლობის გარდა მმართველი გუნდისა და მის მიერ კონტროლირებული მედიის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც იკვეთება. ორგანიზაციის შეფასებით ოქრიაშვილი დისკრედიტაციისა და დევნის კოორდინირებული კამპანიის სამიზნე გახდა. მათი განცხადებით ძალადობის ეს ფაქტი არმოებული კამპანიის შედეგია. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ თავდასხმა მხოლოდ იუმორისტულ გამოსვლას არ უკავშირდება და შესაძლოა მისი აქტივისტური საქმიანობის გამო დაშინებასაც ემსახურებოდეს. ჩვენთვის აშკარაა, რომ სტრუქტურულად აღნიშნული ძალადობის ინციდენტი სწორედ ქართული ოცნებისა და მისი პროპაგანდისტული მედიების მიერ ორგანიზებული დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია. პროპაგანდისტული არხების და მათთან დაკავშირებული გვერდების ქცევის მოდელი აშკარაა. ისინი სამიზნეში იღებენ ადამიანებს და ჯგუფებს, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევიან და შემდეგ მათი განცხადებების კონტექსტიდან ამოგლეჯით მრავალრიცხოვანი მასალის მომზადებით კოორდინირებული დისკრედიტაციის კამპანიით კონკრეტული ადამიანის მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულების გამოწვევას ცდილობენ. ზიზღის ამგვარი მიზანმიმართული კულტივირება კი არამხოლოდ საზოგადოებრივ პოლარიზაციას აღრმავებს, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკურ თავდასხმამდეც მიდის. მომხდარს ირაკლი ზარქუაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ძალადობა მიუღებელია, თუმცა ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების შეურაცხყოფას რეაქცია მოყვება. როდესაც იმდენი გააზრება არ შეგწევს, რომ არ იხუმრო არც ეკლესიაზე, არც პატრიარქზე, არც მწერლებზე, არ აგინო, არ ლანძღო. ამდენი შეგნება თუ არა გაქვს, შემდეგ ვერ დაგიცავს ეს პოლიცია ყველგან. იმიტომ რომ საზოგადოებას თავისი რეაქცია ექნება. 23 ივლისის ღამეს ონისე ოქრიაშვილის სახლთან მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული ნიკო ხურცილავა დაკავებულია. მან თავად გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ პოლიციაში თავად მივიდა და მომხდარში მონაწილეობა აღიარა. ნიკო ხურცილავას განცხადებით თავდასხმის მიზეზი ონისე ოქრიაშვილის საჯარო განცხადებები და მის მიერ ბრალდებული შეფასებით ქართული ეკლესიის, კულტურისა და ეროვნული ღირებულებების მიმართ გაკეთებული კრიტიკული გამონათქვამები გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით აწარმოებს, რაც ძალადობას, მათ შორის ფიზიკურ ანგარიშწორებას გულისხმობს. სხვაგან არ მიდის ამ მოტივით ცანას ადამიანი ეუბნებოდნენ ამის გამოგცემთო. პოლიციამ გამაშავა, კი არა და იმან აქვია, ოცნებამ გამაშავა და